მოგესალმებით, მე ვარ თია ჯიქია. ეს არის ჩემი არხი, სადაც გასწავლით ხატვის საფუძვლებს. ამ ვიდეოში ვისაუბრებ შუქჩრდილზე, გრადაციას და შტრიხზე. ხატვის იმ ელემენტებზე, რომლებიც მოცულობას და რეალისტურობას მატებს ფიგურას. მაგალითისთვის გამოვიყენებ სფეროს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით, როგორ უნდა გამოიყენოთ შუქჩრდილი, გრადაცია და შტრიხი, რომ ფიგურას მეტი მოცულობა და რეალისტურობა მივცეთ. თუ ხატვა გაინტერესებთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. დავიწყეთ. სფეროს დასახადად დაგვჭირდება სხვადასხვა ნომრის ფანქრები, რომლებიც ერთმანეთისგან ტონალობებით განსხვავდება. ასევე ქაღალდი მე ვიყენებ დაახლოებით A4 ზომის ფორმატს და რბილი საშნელი, რომელიც მსუბუქი ჩასწორებისთვის კარგია და მუქ ჩრდილნებზე ზედმეტი სიმუქის ამოსაღებად. ნამუშევრის დასაწყებად ვიყენებ HB ფანქარს, რომელიც იდეალურია ძირითადი მონახაზების გასაკეთებლად. თავდაპირველად წრიული მოძრაობით სფეროს ვანაწილებ ქაღალდზე კომპოზიციურად. მოვნიშნავ ზედა და ქვედა ხაზებს, გავავნებ შუა ხაზს და მოვძებნი შუა წერტილს, რომელიც სფეროს ორ ტოლ ნაწილად გაყოფს. ფანქრის დახმარებით გადავზომავ ქვედა ხაზიდან ცენტრამდე და ზედა ხაზიდან ცენტრის წერტილამდე მანძილი იგივე უნდა იყოს. ფანქრით გავზომავ მანძილებს და მოვნიშნავ სიგანის ხაზებს, რომელიც მთლიანობაში სფეროს სიმაღლის ტოლი უნდა იყოს. ამით ვსწავლობთ სწორ პროპორციებს და აგებას. ხაზებს მოვაშორებ საშნელით და გადავდივარ შუქჩრდილზე. რადგან განათება ჩემთან ზედა მარჯვენა კუთხეში იქნება, ამიტომ სფეროს ეს ნაწილი ყველაზე განათებულია. შემდეგ მოდის ნახევარტონი, შემდეგ ყველაზე მუქი ადგილი, რადგან ამ ნაწილში სინათლე ნაკლებად ეცემა და ბოლოს გვაქვს რეფლექსი, რომელიც სინათლის ანარეკლია. რეფლექსი ფიგურას აცნობს სიმრგვანეს. სანამ სფეროს დამუშავებაზე გადავალ, დავხატავ პატარა სივრცეებს, სადაც აგიხსნით რა არის შტრიხი, როგორ შევქმნათ გრადაცია შტრიხების დახმარებით და განახებთ სხვადასხვა ნომრის ფანქრებს, რომლებსაც სიმუქის მიხედვით გამოვიყენებ სფეროზე. დავიწყებ პატარა შტრიხებით. შტრიხი იქმნება სხვადასხვა მიმართულებით ერთმანეთის პარალელური ხაზების გადაკვეთით. შეეცადეთ მჭიდრო და სწორი ხაზები დახატოთ, ხოლო შტრიხების ერთიანობით ვიღებთ ტონალობას. რაც მეტად დავშტრიხავ სხვადასხვა მიმართულებით, მით მეტად გაძლიერდება სიმუქე. გამოყოფილ სივრცეებს გადავიყვან გრადაციაში, ანუ ხაზების რბილი გადასვლით სიმუქიდან სიღიავემდე. გრადაცია ქმნის სიღრმეს და მოცულობას ნახატში. გრადაცია შეგვიძლია შევქმნათ ნებისმიერი განსხვავებული ტონალობის ფანქრით. ორივე საშუალო სიმაგრის რბილი ფანქარია, რომელიც ქმნის უფრო მუქ ტონს, ვიდრე HB. ხოლო სფეროზე მას შედარებით მუქი ჩრდილების გასაკეთებლად და რბილი გადასვლებისთვის ვიყენებ. 4B ფანქარი რბილია და ქმნის შედარებით მუქ ტონს. მას ვიყენებ ასევე ჩრდილებისა და გრადაციის გასაკეთებლად. 8B ფანქარი ძალიან რბილია და ქმნის მუქ და ინტენსიურ ტონალობას. იდეალურია მუქი და ღრმა ჩრდილების კონტრასტების გასაკეთებლად. სფეროზე ვიყენებ დაცემული ჩრდილის დასახადად. ასევე მუქი დეტალების შესაქმნელად. გადავდივარ სფეროს დამუშავებაზე. ფანქარში ხატვის დროს ფიგურას ნელ-ნელა ვამუქებ, ამიტომ დაშტრიხვას ვიწყებ ყველაზე მუქი ადგილიდან ყველაზე დაბალი ტონალობის HB ფანქრით. რადგან განათება მარჯვენა მხრიდან მოდის, სფეროს ქვედა მარცხენა ნაწილი ჩრდილში იქნება, ამიტომ ქვევიდან ზედა მიმართულებით შტრიხებით ვაკეთებ გრადაციას, რომელიც მთლიანობაში სირბილეს და ფორმას მისცემს ფიგურას. ნებისმიერი ფიგურის თუ საგნის ხატვის დროს შუქჩრდილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვალი მისი დახმარებით ფიგურას 3D ფორმით აღიქვამს. შუქჩრდილი საგანს აცნობს მოცულობას, სიღრმეს და რეალისტურობას. რეფლექსის ადგილს ტოვებ შედარებით ღია ტონში, რომ ფიგურამ მიიღოს მრგვალი ფორმა. ყველაზე მსუბუქად დაბალი ტონალობის HB ფანქრით ვამუშავებ სფეროს ზედა განათებულ ადგილს. არ ვიყენებ მუქი ტონალობის ფანქრებს. მოვხაზავ დაცემულ ჩრდილს, რომელიც საგანს ექმნება განათების საშუალებით.
გადავდივარ ორივე ფანგრით ფიგურის დამუშავებაზე. კიდევ უფრო მეტად გავამუქებ ჩრდილის ადგილს და ასევე ძალიან რბილი გადასხმებით ქვევიდან ზედა მიმართულებით მთლიანობაში დავშტრიხავ სფეროს. ჩრდილის გამოსაყვანად და კონკრეტული ადგილის გასამუქებლად ვიყენებ სხვადასხვა მიმართულებით უფრო მეტ შტრიხებს, სადაც ტონი ძლიერდება და ვიღებ სიმუქეს, ანუ ჩრდილს. ასევე შტრიხებით მსუბუქად ვაერთიანებ რეფლექსის ადგილს, რომ მთლიანობაში ქვედა მარცხენა ნაწილი იყოს ჩრდილში. ხოლო 4-ივე ფანგრით ვამუშავებ სფეროს ყველაზე მუქ ჩრდილს. აქ არ ვიყენებ რუაბეს, რადგან თვითონ ფიგურა თეთრია. სფეროს მთლიანობაში შტრიხავ სხვადასხვა მიმართულებით დახრილი მომრგვალო შტრიხებით. ვცდილობ ფიგურა გავამთლიანო. ასევე 4-ივე ფანგრით ვამუშავებ დაცემულ ჩრდილს. სფეროს ქვედა ხაზიდან გამომყავ შტრიხები სხვადასხვა მიმართულებით და გრადაციით ვქმნი მუქ ტონს. ვცდილობ მაქსიმალურად მჭიდრო და სუფთა ხაზებით შევქმნე შტრიხი. გადავშტრიხო სხვადასხვა მიმართულებით, ხაზები ჩავაჩინო ერთმანეთში მეტი სიმუქის მისაღწევად. ხოლო სფეროზე რუაბეს ვიყენებ კიდევ უფრო მეტად დაცემული ჩრდილის გასამუქებლად, ასევე მეტი კონტრასტისთვის. დაცემული ჩრდილის დამუშავების შემდეგ სფეროს ფორმის და კონტრასტის უკეთ საჩვენებლად გარშემო ადგილებს დავჩრდილავ. რადგან ფიგურა მთლიანობაში თეთრია, ასე უკეთ გამოჩნდება სივრცეში კონტრასტი და თქვენს კარგად აღიქვამთ. აქაც მჭიდრო შტრიხების გამოყენებით შევეცდები სფეროს ხაზი გადავიყვანო გრადაციაში, ისე რომ საბოლოოდ მუქიდან ღია ტონამდე ხაზი გავაქრო. იმედია გაკვეთილი მოგეწონათ. თქვენ სცადეთ. წარმატებებს გისურვებთ. შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე.